ჰიუ ჰამერი, ჰ ჰემერ, მეტსახელად მძიმე ჰიუ, ჯორჯ რ მარტინის ცეცხლი და სისხლის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერსონაჟია. ის იყო დრაკონის ქვალზე გაზრდილი უბრალო მჭედლის ბასტარდი, დრაკონის თესლი, რომელმაც სამოქალაქო ომის, დრაკონების ცეკვის დროს წარმოუდგენელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. ჰიუმ მოათვინიერა ვერმიტორი, ვესტეროსის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი დრაკონი. თავდაპირველად ის დედოფალ რეინირა ტარგარიანის შავების მხარეს გმირულად იბრძოდა და გუტენბურგის საზღვაო ბრძოლაშიც გაიმარჯვა, რისთვისაც რაინდის წოდება მიიღო. თუმცა უეცარმა დიდებამ მისი ამბიციები საშიშად გაზარდა. ქალაქ ტამბლტონის დაცვისას ჰიუმ და მეორე ბასტარდმა, ულფ თეთრმა უღალატეს რეინირას. მათ დრაკონების ცეცხლით თავად ქალაქი გაანადგურეს და მტრის, მწვანეების ბანაკში გადავიდნენ. ამ მოვლენას ტამბლტონის პირველი ღალატი ეწოდა. ამბიციით დაბრმავებულმა ჰიუმ მალე თავი მეფედ გამოაცხადა და შავი რკინის გვირგვინი დაიდგა. მისი ლოგიკა მარტივი იყო, ვისაც ყავს ყველაზე დიდი დრაკონი, მეფეც ის არის. ის აუტანელ ტირანად იქცა და შეურაცხყოფას აყენებდა დიდ გვაროვნებს. მისი აღსასრული ტამბლტონის მეორე ბრძოლის წინ დადგა. ჰიუს თავხედობით შეძუწუნებულმა ლორდებმა საიდუმლო შეთქმულება მოაწყვეს. სანამ ის თავის დრაკონთან მიირბენდა, რაინდმა სერ ჯონ როქსტონმა ვალირიული ფოლადის ხმლით, ობოლი მწარმოებლით ჰიუ ჰამერი ადგილზე მოკლა. ჰიუს ისტორია არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ანადგურებს აბსოლუტური ძალაუფლება უბრალო ადამიანის მორალს და როგორ იქცევა გმირი უმართა მონსტრად.